სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი რუსეთისთვის მორიგი გამოწვევა ხდება. ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა დასავლთან ინტეგრაციის საჯარო დეკლარირებული სურვილების და აკავშირების გააქტიურების ფონზე მოსკოვიდან ერევანი მუქარი შემცველ გზავნილებს იღებს. რუსეთიდან დღეს სომხეთის ხელისუფლებას უთხრეს, რომ ორ სკამზე ჯდომის მცდელობას არ დაუშვებენ. კრემლი ერევანს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს და მოსალოდნელ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სირთულეებზე აფრთხილებს. ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების ზრდაზე გაფრთხილებას და მუქარი შემცველ განცხადებებს კონკრეტული სადამსჯელო ნაბიჯებიც მოხვა. რუსეთმა სომხეთიდან სასურსათო პროდუქციის ნაწილის შეტანა უკვე აკრძალა. იმპორტზე ნაწილობრივ შეზღუდვებს ბრიუსელის შემხვედრი ნაბიჯი მოხვა. ევროკომისია ერევანს სოლიდურ ფინანსურ დახმარებას, სომხეთის დაზარალებულ სექტორებს კი მხარდამჭერ მექანიზმებს დახბირდა. ევროკავშირთან ერთად კომუნიკაცია გააქტიურებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. ერევანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს ტრამპის გზაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე პარაფირებული შეთანხმება დღეს ოფიციალურად გაფორმდა. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღე რჩება. დღეების უკუთვლის დაწყებასთან ერთად კი რუსეთთან დაძაბულობა იმატებს. სომხეთის მიერ დასავლეთთან დაახლოების კურსის არჩევამ, რაც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილ ჩარჩო შეთანხმებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილში გამოიხატა, რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. მოსკოვის პოზიცია ასეთია: რუსეთი არ აპირებს საფასური გადაიხადოს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებაში. ეს საფასური კი მოსკოვის შეფასებით ის ეკონომიკური სარგებელია, რომელსაც სომხეთი რუსეთთან ვაჭრობით იღებს. სომხეთის ხელმძღვანელობის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ერევანი ცდილობს ორ სკამზე ჯდომას, არავის აწყობს და მით უმეტეს ჩვენ არ ვაპირებთ ევროკავშირში გაწევრიანების საფასურის გადახდას. ევროკავშირი რუსეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ ღიად მტრულ პოლიტიკას ატარებს და მხარს უჭერს კიეველ ტერორისტებს და არა მხოლოდ მხარს უჭერს მათ, არამედ აფინანსებს კიდეც. მტკიცება, რომ მოსკოვი არასათანადოდ იქცევა სომხეთის მიმართ, უბრალოდ დამახინჯებულია. რაც შეეხება კონკრეტულ შეზღუდვებს, ისინი შესაბამისი განმარტებით იყო შემოღებული, ხოლო კითხვა, რა გეგმები აქვს სომხეთს, სრულად ნორმალური კითხვაა. მოსკოვში ბოლო დროს არაერთხელ ითქვა, რომ ერევნის ამჟამინდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს, თუმცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას არ აპირებს. ნიკოლ ფაშინიანი სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის შექმნის მცდელობაში არმენიის ბლოკის ლიდერ რობერტ ქოჩარიანს, ძლიერი სომხეთის ბლოკის ლიდერ სამվել კარაპეტიანს და პარტია აყვავებული სომხეთის თავმჯდომარეს გაგიკ წარუკიანს ადანაშაულებს. პარალელურად კი აცხადებს, რომ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრება. სამთავიანმა ომის პარტიამ დაისახა მიზანი. შევიდეთ კონფლიქტში ჩვენს რუს პარტნიორებთან. მე ვუთხარი ჩვენს რუს პარტნიორებს, ჩვენ არ ვიბრძოლებთ თქვენთან, არ ვიკამათებთ, არ ჩავერთვებით დებატებში ან სიტყვიერ ომში. მშვიდად და მოთმინებით დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ არც ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ. 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სომხეთიდან ცოცხალი თევზისა და თევზ პროდუქციის შეტანა აკრძალა. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა კი მაისის ბოლოს ეტაპობრივად აკრძალა სომხეთიდან რიგი პროდუქციის იმპორტი, მათ შორის ყვავილების, მინერალური წყლის, ჯერმუკის, ბოსტნეულის, მწვანილისა და მარწყვის. მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში სომხეთის სერიოზულ სირთულეებს წააწყდება, მათ შორის ენერგეტიკისა და სასურსათო ბაზრის ჩათვლით. რუსეთის ბაზარზე კი სომხური პროდუქციის ნაწილი აზერბაიჯანულით ჩანაცვლდება. სომხეთმა თავისი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა რთული პერიოდი გამოიარა და ისეთ მდგომარეობაშიც აღმოჩენილა, როცა ფაქტობრივად იყინებოდა კიდეც, რადგან იმ დროს რუსეთიდან გაზი და ნავთობი არ მიეწოდებოდა. ამიტომ ძველი კავშირების გაწყვეტის შემდეგ სრულიად აშკარაა, რომ გარკვეული გარდამავალი პერიოდი დადგება. იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, ეკონომიკური არეულობა, ყველაფერზე ფასების ზრდა და ინფლაცია, ეს გარდაუვალია. ძველის განადგურებით თქვენ საკუთარ თავს წირავთ ამ ცვლილებებისთვის.
კერძოდ კი უარყოფითი ცვლილებებისთვის. ეს თითქმის ყველაფერს შეეხება, ხოლო ჩვენ იმას, რასაც სომხეთის ბაზარზე დავკარგავთ, ბუნებრივია აზერბაიჯანით ჩავანაცვლებთ. აშკარაა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანს უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს და უფრო მეტ პროდუქციასაც აწარმოებს ვიდრე სომხეთი. რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ერევანში ითქვა, რომ სომხური ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე გადის ექსპორტზე ახალ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირშიც. დღეს კი ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთისთვის დახმარების პაკეტს ამზადებს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვი ერევანზე ეკონომიკურ ზეწოლას ახორციელებს. ითქვა ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სავაჭრო გზების გახსნა, მათ შორის საქართველოს ჩართულობით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და რომ ერევანს აქვს პოტენციალი ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ ცენტრად იქცეს. სომხური პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების გავრცელებით მოსკოვი ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. ჩვენ ეს სცენარი ზედმეტად კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით. ჩვენ ვამზადებთ ევროკავშირის დახმარების პაკეტს. ეს მოიცავს 50 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას და კიდევ უფრო მეტი იქნება. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ეხება ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სენატში გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რუსეთის სამხრეთ კავკასიაში შტატების ჩართულობით ბედნიერი არ არის. და მეტიც, მარკო რუბიოს თქმით, რუსეთს სურს, რომ სომხეთის ამჟამინდელი პრემიერი არჩევნებში დამარცხდეს. როგორი გაგრძელება ექნება ნიკოლ ფაშინიანის მიერ არჩეულ გეოპოლიტიკურ სვლებს, ეს კვირას გამართული არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.